ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა დღეს მედიასთან ამ თემაზე და მისი კომენტარი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ პარლამენტში შესაძლოა საერთოდ არ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რადგან ოცნების დეპუტატი ამბობს, რომ 9 პუნქტის შესრულება გულისხმობს არა კანონების მიღებას, არამედ ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრას, რაც მთავრობის ვალდებულებაა და მთავრობა იმუშავებს ამ გეგმაზე. თუ კი ღარიბაშვილი ჩათვლის საჭიროდ კონკრეტული კანონების მიღებას ამ 9 პუნქტის შესასრულებლად, მასვე შეეძლება, რომ ინიციატივით მიმართოს პარლამენტს და მხოლოდ ამის შემდგომ ჩაერთვება პროცესში პარლამენტი, ისიც სავარაუდოდ არა სამუშაო ჯგუფის ფორმატით, არამედ კომიტეტების დახმარებით და ამ გზით. შესაბამისად, სამუშაო ჯგუფის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს მმართველი პარტია ამ პროცესში. ქადაგიშვილი იმასაც ამბობს, რომ ამ ჯგუფების შექმნა სამოქმედო გეგმაში არ წერია, არადა დოკუმენტში, რომელიც ღარიბაშვილმა ევროკომისიას გაუგზავნა, წერია, რომ მაგალითად თავისუფალი არჩევნების უზრუნველსაყოფად დეპოლარიზაციისთვის თუ სასამართლო რეფორმისთვის სამუშაო ფორმატები უნდა შეიქმნას. სავარაუდოა, რომ ასეთ ფორმატებს მთავრობა შექმნის, თუმცა ამ შემთხვევაში მთავრობის მიერ შექმნილ ფორმატებში რამდენად იქნება ოპოზიცია, ეს ჩვენ არ ვიცით, რადგან არც ღარიბაშვილს უთქვამს რაიმე როგორ გეგმავს 9 პუნქტის შესრულებას და როგორც ოპოზიციაში აღიქვეს, ეს ერთის მხრივ არის კობახიძის გუნდის მხრიდან პასუხისმგებლობის დაკისრება მთავრობაზე და მეორეს მხრივ ასე ცდილობს ოცნება, რომ ამ პროცესს ოპოზიცია მოაშოროს. თელიგი ამოცანები, რაც ამ 9 ნაბიჯში არის გაწერილი, არ არის მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის შესასრულებელი და აქ ბევრი საკითხი არის, რომელიც მათ შორის მთავრობის მიერ პოლიტიკის გატარების საკითხს ემსახურება, ზოგადად სახელმწიფოში პოლიტიკის გატარებას ემსახურება. გამომდინარე იქიდან, რა საკანონმდებლო ინიციატივებიც დასჭირდება ამ პროცესის შესრულებას, სწორედ ამ საკანონმდებლო ინიციატივების გარშემო იქნება კონკრეტული მუშაობა. ეს საკანონმდებლო გადაწყვეტილებები ნაწილი შეიძლება იქნას პარლამენტის მიერვე ინიცირებული, ნაწილი შეიძლება იყოს მთავრობის მიერვე ინიცირებული. სამუშაო ჯგუფი ეს სიტყვა გახდება, რო იტყვიან, მორიგი წინააღმდეგობების თუ არ ვიცი სპეკულაციების საგანი. იქ წერია, რომ ჩართულობა იყოს ყველასიო. ამიტომ ჩართულობის შესაძლებლობა ექნება ყველას, ვისაც ამის სურვილი ექნება. ეს იმ ფონზე, როდესაც საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი უკვე და ახლა მზად იყო სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მისაღებად, მათ შორის ამაზე თანახმანი იყვნენ ის პარტიები, რომლებიც კომიტეტის სხდომებზე მუშაობას ამჯობინებდნენ სამუშაო ჯგუფებში შესვლას სტატუსის მიღებამდე პერიოდში და უმეტესობა მათგანი დღეს ამბობს, რომ ეს იქნებოდა მათთვის შესაძლებლობა, ისინი შეთავაზებდნენ ინიციატივებს მმართველ პარტიას და ამ მხრივ შეეცდებოდნენ, რომ ეთანამშრომლად ქართულ ოცნებასთან პოზიცია საპარლამენტო ოპოზიციაშიც არის შეცვლილი, თუმცა დღეს გვეუბნებიან, რომ ის რომ სამუშაო ჯგუფებზე ახლა ხელისუფლება უარს ამბობს, ეს მხოლოდ ერთ რამეზე მიანიშნებს, რომ მმართველ პარტიას არ სურს დისკომფორტი, რომელიც მოსალოდნელია ოპოზიციისგან და არ სურს რეფორმების გატარება, რადგან 9 პუნქტში ისეთი რეფორმები წერია, რაც მმართველი პარტიის ძალაუფლებას შეუქმნიდა საფრთხეს. ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების სახელით ნამდვილად ვერ და არ ვისაუბრებ. ჩვენ განვიხილავთ მონაწილეობას ყველგან, სადაც საქართველოს ევროპული მომავალი წყდება. ვცდილობდით, რომ საერთო პოზიციის მიღწევისთვის შეგვეწყო ხელი სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად. როგორც ჩანს, უარი სამუშაო ჯგუფების შექმნაზე ჩემი აზრით გამომდინარეობს იმაში, რომ თავიდანვე მხოლოდ პიარულად სურდათ ამ სამუშაო ჯგუფების გამოყენება და როდესაც მათ დაინახეს, რომ ჩვენი მხრიდან არსებობდა სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მზაობა, ეს შესაძლებლობა აღარ დაუშვეს, იმიტომ რომ რეალური რეფორმების განხორციელების სურვილი არც მაშინ ჰქონდათ და არც ახლა. სამოქმედო გეგმაში წერია, რომ 9-დან მინიმუმ 3 პუნქტის შესასრულებლად ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად უნდა იმუშაოს ქართულმა ოცნებამ, მათ შორის სამუშაო ფორმატის შექმნა არის დაგეგმილი, მაგალითად სასამართლო რეფორმის ჩასატარებლად სამუშაო ჯგუფის შესაქმნელად ხელისუფლებას მონიშნული აქვს იანვრის თვე, თუმცა ეს პროცესი ჯერ არ დაწყებულა და უკვე საორჭოფო გახდა ზოგადად ასეთი ფორმატები შეიქმნება თუ არა, რადგან უკვე 2 დღეა მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სამუშაო
ჯგუფის შექმნა არ არის პანაცეა და ასეთად წარმოჩენა ოპოზიციის მხრიდან საბოტაჟის მცდელობაა. არა და ასევე უნდა გავიხსენოთ, რომ ქართული ოცნება სწორედ ასეთივე პოზიციების გამო საბოტაჟში თავად ოპოზიციას ადანაშაულებდა, როცა მათი დიდი ნაწილი სამუშაო ჯგუფებში შესვლაზე უარს ამბობდნენ. როგორ გაგრძელდება ეს პროცესი ჯერჯერობით არ ვიცით და სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში მთავრობას მოუწევს კონკრეტული გეგმა დადოს თუ როგორ ხედავს ის ამ ცხრა პირობის შესრულებას ოპოზიციასთან და მესამე სექტორთან ერთად. ეს რუსუდან დუმბაძე იყო, მადლობა რუსუდ.